ახალგაზრდობის ხმა ასე ქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბათუმში დებატების რეგიონული ჩემპიონატი იმართება. პროექტში 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულები, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტების, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდურობისა და ოპონენტის პატივისცემის უნარების განვითარება. მონაწილეები რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გზით შეირჩნენ. შემდეგ კი გაიმართა ტრენინგის ციკლი სამიზნე მუნიციპალიტეტებში. პროექტის მეორე ეტაპზე ტრენინგის მონაწილეები დებატების რეგიონულ, ხოლო შემდეგ კი ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვებიან. პროექტი ახალგაზრდობის აგენტოს მიერ 2025 წლის საგრანტო კონკურსის ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება ფარგლებშია დაფინანსებული. ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი ახალგაზრდობა ხმა, რომლის ფარგლებშიც ახლა ვიმყოფებით ბათუმში, სადაც მიმდინარეობს რეგიონალური ჩემპიონატი. დებატებში ახალგაზრდები არიან ძალიან მოტივირებულები და ფორმალური დებატების ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ ისინი ინვითარებენ არაერთ უნარს, რომელიც მნიშვნელოვანია მათთვის როგორც აკადემიურ ცხოვრებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროექტი ხორციელდება საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში და თამამად შემიძლიათ გითხრათ, რომ ძალიან მაღალია мотиваცია ახალგაზრდების. პროექტის მიზანს წარმოადგენს ის, რომ ახალგაზრდებში განვითარდეს კონსტრუქციული დებატები. პირველად ვიდებატებ ფოთში და ეხლა ვდებატებ აქ მეორედ. ზოგადად დებატებმა მომცა არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი, მომცა იმის საშუალება, რომ მილაპარაკა ხალხში და აუდიტორიაში გამართულად და არგუმენტირებულად ესე ძალიან კარგად განმივითარა კრიტიკული აზროვნებაც, შემოქმედებითი უნარიც და მასწავლა როგორ უნდა ვიდებატო ფორმალურად და არა ზედმეტი დანამატების ან ჩხუბის და რაღაცების გარეშე.